იაკობ გოგებაშვილის სახელი ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ნაცნობი და მშობლიურია. ეს ადამიანი ქართულ ენასთან, პედაგოგიკის განვითარებასთან და დედაენის შექმნასთან ასოცირდება. თუმცა ამ ოფიციალური ქრონიკის მიღმა ბევრი ბრძოლა, დარდი და ტკივილი იმალება. იგი ბავშვობიდან გამჭრიახი და სხარტი გონებით, მაგრამ სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. კიევში სასწავლებლად წასული იძულებული გახდა 2 წელიწადში ისევ სამშობლოში დაბრუნებულიყო. რადგან იქ ჯერ ტვინის ანთება დაემართა, შემდეგ კი ტუბერკულოზი გაურთულდა. ტუბერკულოზს მაშინ ვერ კურნავდნენ. ამიტომ იაკობი ამ სიცოცხლის ბოლომდე ბერული ასკეტიზმით ებრძოდა. სწორედ ამ დაავადების გამო იაკობმა პირად ბედნიერებაზეც უარი თქვა. არადა როგორც ამბობენ, ძალიან უყვარდა. უყვარდა იოსებ მამაცაშვილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებლის ქალიშვილი, დარია სახელად. გადმოცემის თანახმად, ქალიც იმავე გრძნობით პასუხობდა და მახლობლებიც ურჩევდნენ დაქორწინებას. მაგრამ ბედნიერებაზე მწერალმა თავად თქვა უარი, საკუთარი დაავადების გამო. შიშობდა, რომ ტუბერკულოზი გენეტიკურად შვილებზე გადავიდოდა. იმ დროს, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ყველაფერი ქართული იდევნებოდა და სკოლებში ქართულ ენაზეც ლაპარაკი იკრძალებოდა, იაკობმა დედაენა შექმნა. წიგნი, რომლის წყალობითაც ქართულ განათლებას ფართოდ გაეხსნა კარი. ცარიზმის წარმომადგენლებმა იაკობს ეს ღვაწლი არ აპატიეს და 1874 წელს საზოგადოებრივი სამსახურისათვის არაკეთილ საიმედო პირად გამოაცხადეს. სასწავლებლიდან გააძევეს და სახელმწიფო ბინაც ჩამოართვეს. ამ ფაქტმა ძალიან დაასუსტა და სულიერი წონასწორობა დააკარგვინა ისედაც დაუძლურებულ ავადმყოფ მწერალს და როგორც ნიკოლო მოური გადმოგცემს, იაკობმა თვითმკვლელობას სცადა. ის ვერის სასაფლაოს გასწრევ, ადიდებულ მტკვრის წყალში შევარდნილა. გარდაუვალ სიკვდილს სანდრო ცხვედაძემ სასწაულებრივად გადაარჩინა. შრომა ერთი წუთით არ შეუწყვეტია. ამიტომ იაკობის წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მარტო დედაენა ავტორის სიცოცხლეში 33 ჯერ გამოიცა. ცხადია, გაყიდული წიგნებიდან გოგებაშვილი სოლიდურ შემოსავლებს იღებდა. ეს ამბავი მაშინ შინაური მტრების მხრიდან დაცინვის საფუძველი გახდა. თავდადებულ მწერალს მისთვის შეუფერებელ და დამამცირებელ სახელს მოგებაშვილს ეძახდნენ. სიცოცხლის ბოლო წლის შემოდგომაზე გარეთ არ გამოსულა. ძლიერ სისუსტეს გრძნობდა. იანვარშივე შეატყო, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა. ამიტომ საფლავის ძებნის თადარიგს თავადვე შეუდგა. განუყრელი და ძვირფასი მეგობრის ნიკო ღოღობერიძის გვერდით ისურვა დაკრძალვა დიდუბეში. საფლავისათვის ფული წინასწარ გადაიხადა. მის ანდერძში ეწერა: ყველაფერი ქართველმა ხალხმა მომცა და ყველაფერს ისევ ხალხსავე ვუბრუნებო. თავისი ქონებიდან მოგება დაუტოვა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ქართულ სალიტერატურო ფონდს, ქართულ დრამატულ საზოგადოებას, საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებას, ქართულ პედაგოგიურ ჟურნალ განათლებას, თბილისის სახალხო უნივერსიტეტს. ფული დატოვა სახალხო განათლების ფონდისათვის. ამ თანხით უნდა გაზრდილიყო სახალხო სკოლის, მასწავლებლების, გლეხების და მუშების შვილები, ქართული ინტელიგენციის დემოკრატიული ნაწილის გასაძლიერებლად. რაც კი ებადა, ყველაფერი მისთვის სათაყვანებელ ქართველ ხალხს უანდერძა. დაკრძალვის დღეს კი ცხედარს დაკემსილი წინდები და დაკერებული პიჯაკი ეცვა.